დაახლოებით მესამე სადღეგრძელო იყო უკვე ძაღლის. ეს ძალიან გამიკვირდა. უჯამაგი რომ წყემს ესეთ სახელით ეძახიან, უჯამაგი რომ წყემს ეს ძაღლებს, რომლებიც მათყავთ. რატომ გაგარება მათყუმა ასე აქტუალურია? ახლა ეს კიდევ ცალკე ამბავია, ხო? ახლა გაწვიათ თქვენ რაიმე ისეთ ყველაფერი გადავიდნენ დუტებზე ასეთ რაღაცებს და იმიტომ დაკარგა ფასი. როგორც ქართველი ადამიანი ესე ვთქვათ, ჭირვარამ გამოვლილია, ისეთივე გაიცადა ამ ცხვარმაც. ბატონ ივანე ჯავახიშვილს აქვს ნათქვამი იმერულ ცხვარზე ამბობდა რომ ეს არის ქართველი ერის მატერიალური კულტურის ცოცხალი ძეგლი. აუდიტორი ვარ და ეკონომისტი ვარ. სტატისტიკურად ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა სულ სხვა პროფესიიდან მოდის აი ამ საქმეში და აი თქვენ თუ დააკვირდებით, ერთ-ერთი ცხვარი არის შავფერში. აი ბარაკალა ასეთ ახალგაზრდებს რომ ახალგაზრდა კაცი ასეთი საქმით დაინტერესდა ხომ? გარეთ დააკვირვებით, ცხვარს არაფერი უნდა გავუშვი, მინდორში მოწოვს წამოიყვან. ხო, ესე არ არის. მიხარია რომ ესა ევროპულად და თანმიმდევრულად უდგებით ამ საკითხს. დედის მხარე მაღლა გიდამყავს. მამის მხარე პარცხმაღალებიდან და საზღვარში ვარ ზუსტად ამ კუთხით. ნეიტრალურ ზონაში. ნეიტრალურ ზონაში. იქითაც აქ რო ძაღლები არ იყვნენ, ამათ ნახევარი არ იქნება. სხვათა შორის მაგ ძაღლების სიყვარულით დავიწყე ეგ საქმიანობაც რეალურად. ბაკედან მოდის და მეცხვარეზე. ესენი არის ქართული მუშა ძაღლებია ესე. ესეთ სახელით ავამკვიდრეთ, იმიტომ რომ ყავს ჯიშად აღიარებული ქართული მთის ძაღლი არის და კავკასიური ნაგაზი, რასაც ვეძახით ხოლმე და ესენი იყო ის ბაზისი, საიდანაც ის ჯიშები შეიქმნა, მაგრამ აი ენდემური ძველი ხაზები დარჩა მაინც ცხვარში რაღაც რაოდენობა გაიყვანეს სამწუხაროდ და აი იქედან მოძიებული ძაღლებია ესეც რომ ამასაც ვეძებთ ესე რომ თქვა ისტორიულად რომ ვსწავლო. და ცხრები. და ცხრები რაც თავარი. კი ბატონო. გიორგი, მაინტერესებს რატომ მანდა მაინც იმერული ჯიშის ცხვარი გადაწყვიტეთ? საიდან მოვიდა ეს იდეა? პირველი ინტერესი რაც ცხვარს უკავშირდებოდა დაიწყო იქედან რომ ვეცნობოდი ძაღლების ისტორიას. პირველი მაინც ძაღლებიდან მოდიოდა, იმიტომ რომ მეცხვარული ძაღლები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფერო იყო ჩემთვის. შემდეგ კვლევის პროცესში წავაწყდი ჯიშობრივ ნაწილს, ანუ საქართველოში გავრცელებული ცხვრის ჯიშების შესახებ და როდესაც იმერულ ცხვარზე ზოგადი ინფორმაცია მოვიპოვე, აღმოჩნდა ისე რომ რეალურ გარემოში ის ცხვარი ინფორმებით როგორც აღწერილი იყო ვერ ვიპოვე. ჩვენს რეგიონში კონკრეტული იყო იმერულ ცხვარში ნაკლებად ცხინკუდიანი ან მშრალი კუდი აქვს, კონუსისებური, ნიჩბისებური, დაშვებული კუდი აქვს და მრავალნაყოფიერება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამავდროულად წელიწადში ორჯერ უნდა მოეყვანა ბატკანი. ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო იმისთვის, რომ ჯიში შესაბამისი ყოფილიყო თვითონ ცხვარი. ამ პერიოდში ეხლა რაოდენობრივად საკმაოდ მცირე რაოდენობა გვყავს შენარჩუნებული, რაც ჩვენ მოვიყვანეთ. დაახლოებით ალბათ 400 სულამდე მაინც გვეყოლება გადარჩეული და ამ გადარჩევის პროცესში რამდენი აღმოჩნდა ნამდვილი წმინდა ჯიში? ძალიან ცოტა სხვათა შორის ესეც ჩვენთან გამრავლებული ნაწილია ალბათ 50-60 სული ალბათ ის რომელსაც აი იმ კრიტერიუმებს ნუ ის მოყვანილი ვყავდა შემდეგ გამოხშირვით ესე რომ ვთქვათ გადარჩებით უკვე ვყიდით და ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია და დროსთან არის დაკავშირებული იქედან გამომდინარე რომ ცოცხალი ორგანიზმია პროცესს უნდა დააკვირდეთ დინამიკაში ისე ვერ განსაზღვრავდა უშუალოდ რომელია სანაშენო ტიპაჟი რომელი არ არის მხოლოდ ფიზიკური აღნაგობა ამისთვის საკმარისი არ არის და მუშაობის პროცესში ესე რომ ვთქვათ გარკვეული ბაზა შევქმნით იმისთვის რომ სანაშენო სახე მივცეთ საომალო თუმცა ახლა სამუშაო კიდევ ბევრი არის და ვაგრძელებთ ამ სამუშაო პროცესს საკმაოდ ბევრი ადგილი მოვიარე სხვადასხვა ოჯახებში სხვადასხვა ფარები ვნახე მცირე რაოდენობით არ როგორც ის იმერული ცხვარი ძირითადად საოჯახო დანიშნულების იყო და არ იყო დიდი რაოდენობით გავრცელებული ესე რომ ვთქვათ დიდი ფარების კუთხით გავრცელებული ამიტომ აი მცირე რაოდენობებშიც მკვეთრად იყო
ხელოვნური ჩარევა. საუბარი არის სხვა ჯიშების შეჯვარება კონკრეტულად ამ იმერულ ჯიშებთან, რაც ნუ გენეტიკურ რაღაცა ფუძვლებს ინარჩუნებს, მაგრამ ცვლის ვიზუალში ისეთ დეტალებს, რომლის გარჩევაც შეიძლება უკვე, ხო? შეიძლება, თუმცა შესაძლოა ვიზუალურად სრულად შეესაბამებოდეს იმერულის ტიპიურ იმერულ ცხვარს, მაგრამ გენეტიკაში სადმე მაინც იყოს, მას პირობითად თუ შური ცხვრის გავლენა, შესაბამისად ის შემდეგ იჩენს თავს. ბატონ გივი, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს იმერულ ცხვარს. შეიძლება ითქვას თამამად, რომ ეს იმერული ცხვარი არის ჩვენი ქართული გენეტიკური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენი სიმდიდრე, რომელმაც უნდა დაიბრუნოს თავისი სახელი და თავისი როლი. იმიტომ რომ იმერული ცხვარი, როგორც ვიცით, არის გადაშენების პირას ამ ეტაპზე. კი ბატონო, იმერული ცხვარი საერთოდ არის შტო იმ ნაზმატყლიანი ცხრისა, რომელსაც კოლხები ჩვენს წელთაღრიცხვამდე აშენებენ. ხას უსვამ ნაზმატყლიანის. ესე წარმოიდგინეთ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ნაზმატყლიანი ცხვარი ყავდა. და სწორედ პროფესორი ნიკოლაევი, ლიტოვჩენკო წერდნენ თავიანთ ნაშრომებში, წიგნებშიც, რომ მოისაზრებდნენ უпроსტად საქართველოს რომ პირველად აქ მოშენდა ცხვარი ზოგიერთ ქვეყნებთან ერთად, რა თქმა უნდა. ასია თუ ისია, ნაზმატყლიანი ცხვარი რომ ყავდა ეს ამას რა თქმა უნდა არ გავა. ნამდვილად ასე არის, იმიტომ სამარხებში, აი განსაკუთრებით ვანის გათხრების შედეგად აღმოჩენილია ნაზი მატყლისაგან დამზადებული ქსოვილები. ეხლა ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ერთი წინადადებით ბატონ ივანე ჯავახიშვილს აქვს ნათქვამი. იმერულ ცხვარზე ამბობდა, რომ ეს არის ქართველი ერის მატერიალური კულტურის ცოცხალი ძეგლი. აი ეხლა რაღა უნდა დავამატო თავს. ყველაფერი ნათქვამია, ამიტომ. ესე იგი ნაზმატყლიანი ცხვარი ყავდა, მაგრამ რატო ახლა ჩვენი იმერული ცხვარი ნახევრად უხეში და უხეში მატყლიანი. მოგახსენებათ არა ჩვენი ისტორია თანდათანობით როგორი ამდენი თავდასხმები ქართველი კაცი ვეღარ აქცევდა ყურადღებას ამდენს ვეღარ სწუდებოდა და უსისტემო შეჯვარებები მიმდინარეობდა. დღეისათვის ჩამოყალიბებულია იმერული ცხვარი აი ამ ფონზე. მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ თვითონ იმერეთშივე მაპატიონ წარმოებდა უსისტემო შეჯვარება. პატარა ეს ცხვარი. ხედავთ ისედაც ხომ? პატარაა და შემოყავდათ თუშური ცხვარი, ცხვრის ვერძები. ადრე რაჭის მთებზე ბალახობდა ეს თუშური ცხვარი გადმოხავდათ, თუმცა ყიდულობდნენ სპეციალურად და რატო? იმისათვის რომ ნაყოფი დამსხვილებულიყო. ნაყოფი კი მსხვილდებოდა, მაგრამ მეორე მხარე რაც არის იმერული ცხვრის მრავალ ნაყოფიერება ეს ისპობოდა. თუშური ცხვარი მრავალ ნაყოფიერი არა, კი იმერულ ცხვარზე დიდია, მაგრამ სწორედ აი ეს უარყოფითი გავლენა თქვენ წარმოიდგინეთ დღესაც გრძელდება ზოგიერთი ყიდულობს თუშურ ცხვარს და აჯვარებს და სწორედ ამიტომაა რომ დავაკვირდეთ ზოგიერთი ინდივიდს ცხიმკუდი გააჩნია ბალიშისებური, ორი ბალიშისებური. იმერულ ცხვარს უნდა ჰქონდეს სამკუთხედისებური, ესე იგი სოლისებური ცხიმ, პატარა ცხიმკუდი. ასეა თუ ისეა სწორედ აი გიორგიმ იყიდა ეს ცხვარები ხომ და ზოგიერთი ასეთი გამოდგა, იმიტომ რომ გიორგი მაშინ გათვითცნობებული არ იყო, შემდეგ მოგმართა ჩვენ და ახლა თანდათან კი მემორანდუმი გავაფორმეთ და საერთოდ ჩვენი კოლევითი ცენტრის სწორედ ესა ჩვენი კოლევითი ცენტრი მუშაობს აბორიგენულ ჯიშებზე, მათ მომრავლებაზე, როცა არ დაიკარგოს ეს. აი თქვენ თუ დააკვირდებით, ერთ-ერთი ცხვარი არის შავფერში. დიახ. აი შავფერში ცოტა გამორჩეული ფერით არის, ყველასგან განსხვავებულია. ფერის ნაწილიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ძირითადად უმეტესად თეთრი იყო იმერული ცხვარი, როგორც ისტორიულად ვიცით.
ამიტომ ეს შავი ფერი არის სხვა ჯიშის გავლენა, რომელმაც ეხლა ამ ცხრის მამაც და დედაც ესე რომ ვთქვა თეთრი არის და იმერიული ტიპის არის, მაგრამ სადღაც გენეტიკაში იყო და ამიტომ იჩინა თავი, შემდეგ მის სტამბოლში გამოვიდა შავი. ხო, ესე შემთხვევები ბევრი. კი, ეს ჩვენთან დაიბადა, ესე რომ ვთქვა. გიორგი, დღეს რამდენი გყავთ? Რამდენი სული? დაახლოებით 120 სულამდე არის დედაცხვარი. დიახ. და დანარჩენი ვერძები და ბატკნები. ესენ ყველა იმერულია წმინდა, აი უკვე აი ვერ ვიტყვით ჯერჯერობით ამას. ეს არის იმდენად აბსტრაქტული თემა, რომ ვერ მივალთ მაგდონემდე, რომ ჩვენ პასუხისგებლობა ავიღოთ ამ ჩვენს ნათქვამზე, რომ ეს სუფთა იმერული ცხვარია. იმიტომ რომ ამას პროცესს კიდევ დიდი დრო დაჭირდება, ალბათ წლები დაჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო შედეგამდე მივიდეთ. მთავარია, რომ კურსი სწორად აქვს არჩეული. ეს იყო მთავარი ძიების ფაქტორი რა, როგორც ექიმისთვის დანიშნულების მოძებნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაადგინოს რა არის დაავადება, ესეთი მიდგომა იყო. ეს განსაზღვრეთ და აწი უკვე მუშა პროცესია და მკურნალობს ეს. თქვენი იდეა მხოლოდ მეცხვარეობა არ არის, კონკრეტულად ამ ჯიშის პოპულარიზაციაზე და გადარჩენაზეც მუშაობთ. ფაქტიურად ცხვრის ზებნა რო დავიწყე, უკვე გადაწყვეტილება მიღებული მქონდა ამ ნაწილში, რაც უნდა მომეძებნა. არად, მაგრამ არ მქონდა გამოცდილება ამ ნაწილში. მე განსხვავებული პროფესიისა ვარ, საერთოდ აი ამ სფეროსთან. რა პროფესიის ხართ? აუდიტორი ვარ და ეკონომისტი ვარ. ამ სფეროსთან ესე რომ ვთქვათ, დაახლოებით 6 წლის წინ იყო პირველი ფეხი როცა შემოდგა, აქ მხოლოდ მინდორი იყო მეტი არაფერი, საძოვარი იყო ჩვეულებრივ. სტატისტიკურად ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა სულ სხვა პროფესიიდან მოდის აი ამ საქმეში და ახალგაზრდები განსაკუთრებით. ძალიან კარგია და მიხარია, ხშირად ვადევნებ თვალყურს თქვენს გადაცემას და მიხარია, რომ ესეთი ახალგაზრდები ბევრი მოდიან, რომელიც კი, შეიცვალა ეს ტენდენცია მართლა წლებთან ერთად იცვლება ახალგაზრდების ინტერესი. აი ეს გამოცდილებებიც აუცილებელია, ალბათ ის თანამედროვე ესე რომ ვთქვათ, აღჭურვილობები და ასე შემდეგ, გამოცდილებები, რომელიც შეგვიძლია შემოვიტანოთ ამ სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში და ამას ალბათ ახალგაზრდა უფრო ჭირდება იმისთვის, რომ ინფორმაციები მოძიებადი იყოს და შემოვიტანოთ. ჩვენი მიმართულება უფრო იყო, ჩემი აზრით, ის რომ რაღაც ენდემური ჯიშია და შესაბამისად პატივისცემას იმსახურებს მარტო იმის გამო, რომ აი ცოცხალი მოვიდა აქამდე და როგორც ქართველი ადამიანი ესე ვთქვათ, ჭირვარამ გამოვლილია, ისეთივე გაიცადა ამ ცხვარმაც. და შესაბამისად იქაც დამპყრობლებს გაყავდათ, სხვა ცხვარი თავისი შემოყავდათ ლაშქრობის დროს, უჯვარდებოდნენ და ასე შემდეგ. ნუ სადღაც მაინც უნდა დავაბრუნოთ ეს იგივე ბედი და ისტორია აქვს, რაც ხალხმა ფაქტიურად დიდად არ განსხვავდებოდა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სოფლის მნიშვნელობის ჯიში. ასეთი ჯიშები კი არსებობს, მაგრამ აი მაგალითად რუსეთში არის რომანოვული ჯიში, ოსტფრიზლანდური, ზუსტად ასე 2-3-4 ბატკანს იძლევა ზოგიერთი, მაგრამ ძალიან ცოტა არის, იცით? და იმერული ეს პატარა ცხვარი და რა შეუძლია კიდე? წელიწადში 2 დოლის მოცემა შეუძლია, თუ კარგად მოვულით. თუ კარგად მოვულით, მაგრამ თუ არ მივხედავთ, ეს ვერ მოხდება. კარგი მოვლა რას? რასინი საკვება. ბუნებრივი იქნება თუ მიეხმარება ეს მაგას მნიშვნელობა არა პირველ რიგში რა თქმა უნდა ბუნებრივი საკვებიც უნდა იყოს 2 დოლი რომ მოგცეს ესე იგი პროფესორ მარჩეულიშვილმა 90-იან წლებამდე ჩაატარა ცდა დააკვირდა ერთი ნერვისაგან მიიღო ესე იგი თავისი ბატკნები რა 51 კილოგრამი ხორცი იწადა 51 კილოგრამი ხორცი პატარა ცოტა არ არის. მე ახლა გითხარით წეგანაც რომ საუბრობდით სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში, როდესაც მუშაობდი, იქ იყო ჩამობრძანებული ავსტრალიელი ფერმერი, ლექცია წაგვიკითხა და რომ შევეკითხე, რომ ერთი ნერვისაგან რამდენს აწარმოებთ ხორცს მეთქი. ნუ მიპასუხა თავისი ციფრი, მაგრამ იქ როგორ ყვებავენ, თქვენ წარმოიდგინეთ ყველაფერი დეტალიზირებული. და ჩვენ მე რო ვუთხარი ჩვენთან არის აი ასეთი პატარა ჯიში რომელსაც ყვება მოვლა იმდენი არ ჭირდება 51 კილოგრამს ხორცს იძლევა გაუცდა და მე დაინტერესდა სხვათა შორის უნდა ჩამოსვლა რომ აუცილებლად უნდა ამ ჯიშის ნახვა შესწავლაც შეიძლება ეს პატარა საქართველოს აბეროგენული ჯიშებით განებივრებულია ძროხაში თქვენ წარმოიდგინეთ ზაღლში ამდენ თქვენ ბათუმიდან ბრძანდებით, ხო? აი, მეკვერნიეს რატო ეძახიან ახლა ჩაქირას? არ ვიცით. ხო. იმიტომ რომ თურქეთში გადავიდა, იმათმა მოამრავლეს ჩვენი მეკვერნიე, რომელიც საქართველოსია გამოყვანილი და ახლა ჩაქირა დაარქვეს. და შეიძლება ჯიშათაც დაამტკიცონ იქ.
უბრალოდ სხვარი არ იყო ჩვენი დანიშნულება და სამომავლო გეგმებიც გვაქვს სხვა მიმართულებითაც რომ სურვილი მაქვს რომ ენდემური ჯიშები რაც ყავს მეცხოველეობის ნაწილში, მეფრინველეობის ნაწილში გარკვეული სივრცე შევქმნათ ამისთვის, სადაც სანახაობრივად ადამიანი შეძლებს ადგილობრივი ჯიშის ცხვრის, ზაღლის და ასე შემდეგ ნახვას, იმიტომ რომ როგორც ვაკვირდები საზოგადოებაში ხშირად როდესაც მიწევს ურთიერთობა, ნუ პროფესიიდან გამომდინარეც ვერ ერკვევა საზოგადოება რა არის ენდემური ჯიში, რა არის ქართული ჯიში და ალბათ სკოლებშიც კი სავალდებული უნდა იყოს ეს ნაწილი, რაღაც დონეზე შევიდეს და სანახაობრივი თუ იქნება კიდევ უკეთესი, როდესაც ადამიანი თვალით ხედავს მისი ჯიშის გაუჩნდეს ადამიანებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ენდემური ჯიშების შენარჩუნებას, იმიტომ რომ ჩვენ თავმოყარე ერი ვართ ქართველები და მოგწონს საკუთარი თავი ბევრი რამის გამო. მარტო ხაჭაპური და ხინკალი არ არის ჩვენი ღირსების ნაწილი. ეს ცოცხალი ორგანიზმებიც მათი გადარჩენა ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს. ახლა არავინ არ იტყვის სუფრაზე არ ამბობს ქართული ცხვრის სადღეგრძელოს და ამით არ ისაც იწონებს. გამოუწია სხვათა შორის ერთს გავიხსენებ, როდესაც მეცხვარეებთან მოხვდი, ესე ვთქვათ, სუფრაზე, მცირე სუფრაზე. დაახლოებით მესამე სადღეგრძელო იყო უკვე ძაღლის. ეს ძალიან გამიკვირდა. უჯამაგი რომ წყემს ესეც სახელით ეძახიან, უჯამაგი რომ წყემს ეს ძაღლებს, რომლებიც მათყავთ, იმიტომ რომ იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმათვის, იმ ძაღლის ყოფნას. ფაქტიურად ადამიანს ცვლის ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში და ცვლის ბევრ მწყემს თუ კარგი მუშა ძაღლია იმ გარემოში ესე რომ თქვა დაცულია სხვა ეს არის მან თავარი პრიორიტეტი და აი ამას შევხვდი და ეს ისტორიული სადღეგრძელო არ იქნებოდა ეხლა მოგონებული და საკმაოდ გამიხარდა ესეთ რაიმე რო არის. თან მიმდევრობის მიხედვით ახლა ქართული სუფრის სადღაც მესამე სადღეგრძელო იყო იმდენად მნიშვნელოვანია მათ. როცა ძაღლი დაიმსახურებს, ესე იგი ნამდვილად დიდი როლი აქვს და ძალიან გამიხარდა. მოვისმენდი ასეთ სადღეგრძელოებს. გადაგამისამართებთ მათთანაც შემდეგ გადაცემებისთვის. სიამოვნებით, სიამოვნებით. რა მიმართულებით მუშაობს იმერული ცხვარი? ეს არის მატყლი, მეხორცული? აი მატყლს თქვენ წარმოიდგინეთ ახლა აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ფასობს. ყველაზე კარგი მატყლი ბატკნის მატყლი რო იპარსება. დიახ. თუ შური ცხვრისა მთაში ამ დროს აგვისტოს თვეში იპარსება. წვავენ იქ. ადგილზევე წვავენ. იმიტომ რომ ფასი არ აქვს, რო ჩამოიტანოს იმ კაცმა ის მატყლი ფერმერმა რა, ვერ გაყიდის იმ ფასად რაც დაუჭდება. ჯერ ეგერთი ის დაწვაც არაა რეკომენდირებული. ბუნებისთვის ეს არაა კარგი, მაგრამ საცა იყოს. ან გადაყრის სადღაც. რატომ დაკარგა მატყლმა ასე აქტუალურად? ეს კიდევ ცალკე ამბავია, ხო? ახლა გაცვიათ თქვენ რაიმე ისეთ ყველაფერი გადავიდნენ დუტებზე ასეთ რაღაცებს და იმიტომ დაკარგა ფასი. თორე შალის ქსოვილები ერთ-ერთი საუკეთესო იყო. და არ უნდა დავკარგოთ ის. აი ყველაზე საუკეთესო სახალიჩე მატყლნედლეულს იძლევა თუშვი და იმერული ცხვარი. ეს ხალიჩების აღარ იქსოვება. თუშეთში ხალიჩებს ქსოვდა ხოლმე თითქმის ყოველი მეორე ოჯახი, ახლა აღარ არის. აი ბარაქალა ასეთ ახალგაზრდებს რომ ახალგაზრდა კაცი ასეთი საქმით დაინტერესდა ხო? მაგრამ არ იცოდა თავიდან. ჯერ ვიდეოები გადმომიგზავნა. ვიდეოს რომ დავხედე მივხვდი რომ შეატყუეს. ესე იგი ყიდვის დროს შეაპარეს. ცხიმკუდიანი ცხვარიც იყო. ახლა მიდის გადარჩევა მისი. ასეთ ცხრებს ვიწუნებთ და ერთ წელიწადში ეს იქნება სანაშენე. აუცილებელია რომ სანაშენე საქმეს მიაქცეს ყურადღება. მარტო ერთი მერცხალი ხომ იცით გაზაფხულს ვერ მოიყვანს. სანაშენი მეურნეობები უნდა ჩამოყალიბდეს. სუმცირ ერთი სადღაც 300 სულიანი ფერმა რო ჩამოყალიბდეს პირველად 300 სულიანი. მერე გავრცელდება. რო შეხედავენ რომ აი ტიპიური სულადობა აუხსნით, იყიდის ხალხი რაღაცას გააკეთებს. გიორგისნაირი სხვათა შორის 1-2 კიდევ მეგულება. სოფელ დინში არის ლადო მინაძე, ისიც დაინტერესებულია. თქვენ წარმოიდგინეთ გორშიც კი დაინტერესდა ხო ერთი ახალგაზრდა იქაც და წამოვლენ ხალხი. ბატონგივი, აქვე გკითხავთ. აი ეს იმერული ცხვარი სხვა რეგიონებში თავისუფლად ბინადრობს თუ კი, არ გაუჭირდება, ერთი უჭირს სამეგრელოში. იქ მოგეხსენებათ როგორი ტენიანი ადგილია. არ გაუჭირდება ოღონდ ახლა რომ მოვთხოვოთ ამას რომ გადარეკვა როგორც თუშური ცხრისა. დიახ. ზამთრის საძოვრებზე, ზამთარში და ზაფხულის საძოვრებზე 3200 მეტრის სიმაღლეზე ვერა. ეს არის ეზოს საკარმიდო მიმართულების ცხვარი.
ამას სეზონურობა არ ახასიათებს. ვა, ესეც ორდოლს რო იძლევა, ხო, გითხარით, ხო? სხვარი მოგცა დოლი, ხო? მე-17 21 დღეზე ისევ მოდის ახურებაში და ისევ ინერბება და გადარკვეს რომ შეიძლება მაგეთ იყოს ან კიდევ პატარა ბატკნები ყავდეს. როგორ ვერ გადაირეკე. ვერ გადაირეკე. იმიტომ არის ეზოსაკარ, იმიტომ ყველას თავისი დანიშნულება. ჩემთვის საინტერესოა თქვენი დღე როგორია. ესეთი პროფესიის ადამიანი, რომელიც მუშაობს ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიებით, კომპიუტერთან, კომფორტულ გარემოში და ინაცვლებს უცებ მინდორში, ცხრებთან, როგორ იცვლება მისი ყოველდღიურობა? სხვათაშორის სამეგობროში, ოჯახში იმდენად არა, სამეგობროში უფრო შევხვდით წინააღმდეგობებს, იმიტომ რომ რა გინდა სხვარში, ამდენი საქმე გაქვს აქ, სულ სხვა პროფესია გაქვს. ჩემთვის განტვირთვა ფაქტიურად აქ ყოფნა, მათთან საქმიანობა, ესე ვთქვათ, მოვლა. მაგრამ ძირითად როლს მაინც თამაშობს ჩვენ შემთხვევაში ბატონი გულადი, აი აქ წემსი რომ ინც ახლა ამ წუთში სხვას დაყვება. გამიმართლად ამაში სხვათაშორის ესეთ გულიანი ადამიანია, რომელიც ეს პატიოსნად უდგება ამ საკითხს და თვითონაც იმდენად უყვარს ეს საქმიანობა, შეუყვარდა უпроსტად ერთად დავიწყეთ, არც ერთმა არ ვიცოდით, ერთმანეთს ვასწავლიდით ამ პროცესს, ესე რომ თქვით. როცა პრაქტიკაში უყურებ, უფრო რთული არის ეს პროცესი, ვიდრე თეორიულად ვიღაცას, აი ხშირი არის ჩვენგან როცა სხვას ყიდულობენ, მაგალითად მიყავთ სანაშინოდ, ხო? თითქმის წელიწადი არ გადის, რომ დაგვიკავშირდებიან და იქნებ გამაყიდინოთ სხვარი. აი ძალიან ხშირია ეს შემთხვევა, იმიტომ რომ გარეთა დაკვირვებით სხვას არაფერი უნდა გავუშვი მინდორში მოძობს წამოიყვანე. ხო, ესე არ არის, ბევრი სირთული აქვს. ამას ემატება ის, რომ სამწუხაროდ დასავლეთში ცხვრის კულტურა დაივიწყეს, ესე რომ ვთქვათ, სამედიცინო კუთხითაც გამოცდილებები ფაქტიურად არ არსებობს კურნალობის ნაწილში და დაავადებებთან მყარი არის, თუმცა დახმარება ჭირდება ამ ნაწილში, სისტემატიური კურნალობა ჭირდება, გარკვეული მონიტორინგი ჭირდება. და მეორე ნაწილი ჩვენთვის ყველაზე დიდი ტვირთი რაც არის, ეს არის აღრიცხვიანობის ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ყველა ცხვარი დანომრილია, სპეციალური შიდა ნომრები გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, აღრიცხვის დოკუმენტები ყველასთან გამაჩნია, ესე რომ ვთქვათ, ისტორია ცხვრის, თავისი შობადობის პერიოდებით, ბატკნების რაოდენობებით და ასე შემდეგ. და იქ ჭირდება შემდეგ არა მარტო ფიზიკური და თვალით დათვალიერება და გადარჩევა, არამედ რიცხობრივ მაჩვენებელში სტატისტიკური ინფორმაციების წარმოება იმისთვის, რომ შემდეგ გამორჩევების გადარჩევების სწორად აკეთოს. კეთილინებით აკეთებთ თუ ალბათ პროფესიული ნაწილიც არის ჩემი და აქ გადმოვიტანე უფრო მარტივად. ხო, ნუ ესე მომიწია, რიცხვთა ურთიერთობა თვლა, ესე ერთ-ერთი ჩემი პროფესიის ნაწილია და შესაბამისად სოფლის მეურნეობაში წამყვანი ქვეყნები და მათი სპეციალისტები, ვისთან ჩვენ მქონია კომუნიკაცია და გვიკითხავს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებული სოფლის მეურნეობისთვის. აი პირველი სხვათა შორის ახლა თქვენ რასაც ამბობთ და რასაც აკეთებთ, სწორედ ამას ასახელებენ. აღრიცხვა, მონიტორინგი, ფურცლები. აი ეს მუდმივი მონიტორინგი, ყველა საჭიროების განსაზღვრა, აი ამ ისტორიის შექმნა, ისეთივე მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმების შემთხვევაში, ცხვართან მიმართებაში იქნება თუ საქონელთან, როგორც ამას ჩვენ ადამიანები ვაკეთებთ, ხო? ჩვენი ისტორიით მივდივართ ექიმთან და შემდეგ დგება ჩვენთვის რაღაცა გარკვეული პროტოკოლი. ასე ხდება ცხოველის შემთხვევაშიც და მიხარია რომ ესე ევროპულად და თანმიმდევრულად უდგებით ამ საკითხს. დამავიწყდა მაყურებლისთვის გვეთქვა სად ვიმყოფებით. თავიდან იმედად საინტერესოდ დავიწყეთ საუბარი, რომ დაიწერება, კი, დაიწერება ხო ბევრი კომენტარი, სად ხართ, სად აკეთებ, ვინ არის ეს ბიჭი და სად მოღვაწეობს. რაც შეეხება ტერიტორიას, ეს არის სოფელი ფარცხნაყანები, წყალტუბოს რაიონი არის. წარმოშვებით მე ამ სოფლიდან ვარ, ესე რომ კონკრეტულად აქ ახლოს, არა, ცოტა მოშორებით, თუმცა ეს სოფელი იყო, სადაც ბავშვობა გავატარე, ესე რომ ვთქვათ. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ესეც რომ ჩემს სოფელთან კავშირი მქონოდა ამ კუთხით და ჩემს სოფელში გაკეთებულიყო ეს საქმიანობა, ესე რომ ვთქვათ. აი ეს საზღვარია ზუსტად, აი ჩვენგან დაახლოებით 10 მეტრში სოფელი ფარცხნაყანების და მაღლაკი, სოფელი მაღლაკის. დედის მხარე მაღლაკი დამყავს, მამის მხარე ფარცხნაყანებიდან და საზღვარში ვარ ზუსტად ამ კუთხით. ნეიტრალურ ზონაში. იქითაც გაახარებ ამიტომ ორივე სოფელს ეკუთვნის, ესე რომ ვთქვათ. ორივე სოფელს ეკუთვნის, ესე რომ ვთქვათ. შესანიშნავი გათვლა. აი ეს თქვენი პირველი იდეები
მონდომება, ცოტა სკეპტიციზმი ხომ არ შეგეპარათ სადღაც ამ გამოწვევებში, თუ პირიქით თქვენი იდეები და მიზნები გაძლიერდა და როგორ მიდის ზოგადად საქმე ამ 6 წლის ფონზე, რა გამოცდილებებით შეიძინეთ ამ ეკონომისტმა კაცმა? რაც შეეხება საწყის მოლოდინებს და შედეგებს, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. თავარი არ იყო მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა გვეწარმოებინა ამ კუთხით, იმიტომ რომ ვიცოდი თავიდანვე წინაღობები იქნებოდა, ბევრი ხარჯი შეიძლება ყოფილიყო. თავარი ორიენტაცია რაც ავიღეთ, ორიენტირი იყო ის, რომ აი ის რაც სანაშენო სახე ქვია, იმ სახით მიგვოყვანა ეს ხوارი. ამიტომ წინასწარი გათვლები არ მქონდა იმისი, რომ რაიმე ფინანსური მატერიალური შემოსავალი მიმეღო და ეს არ იყო მიზანი. ამიტომ გავძელით ესე რომ ვთქვათ აქამდე და უკვე არის იმ პოზიციაში, როდესაც თავის რჩენა შეუძლია საქმიანობას და ეს ჩემთვის შედეგი არის. სკეპტიციზმს შეეხება და ცოტა იმედგაცრუებას იყო იმ ნაწილში, რომ დაავადებების კუთხით მქონდა ისეთ პერიოდები, რომ ბევრი მოგვიკვდა მასიური დაავადებები შემოგვეპარა ესე რომ ვთქვათ და ამ პროცესში თავსავლობდით. ამ სწავლის პროცესმა ალბათ პირველი 4 წელიწადი გასტანა. ეხლა უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ვარ, ზოგადი წარმოდგენები გვაქვს, როდის რა როგორ შეიძლება გავუკეთოთ. ამ გამოცდილებას ყოველთვის უზიარებ მას, ვისაც ჩვენგან მიყავს თუ ყავს კიდევაც, ყოველთვის ვეძებ, რომ დასავლეთში ვის ყავს იმერული ცხვარი, იმიტომ რომ აქ არა მარტო ის არის, რომ დაუშვათ მე მყავს და რაღაცა რაოდენობა და რაღაცას ვაკეთებ, არამედ მინდა რომ იქაც განვითარდეს ეს პროცესი და რაღაც მცირე რეკომენდაციები. გვაქვს ისეთ შემთხვევები, რომ ჩუქნით კიდეც სავერძეებს, რომ საომავლოდ იქ სწორად იმუშაოს ვერძმა და რაღაც გააკულტუროს იქეთ წავიდეს, სადაც ჩვენ მივდივართ და ეს ყველაფერი პროცესი ალბათ ნელ-ნელა წამოეწევა ამ ყველაფერს და საერთო შედეგს მოიტანს. გიორგი, როგორც ბიზნეს, რა მომავალი აქვს იმერულ ცხვართან მუშაობა? შეიძლება ეს მყარ შემოსავლიან ბიზნესად იქცეს? დროსთან ერთად. ეხლა ჩემი დაკვირვებით ზოგადად სანამ აი ამ პროცესებს არ გავივლით და არ მივალთ იმ დონეზე, რომ სანაშენო მეურნეობები არ იქნება, მანამდე შესაძლოა ამ პრობლემების გავლა რაც ჩვენ გავიარეთ, ყველას მოუწევს და თავიდან მოუწევთ ესე რომ ვთქვათ ერთი და იგივე ბილიკის ტკეპი. სადღაც როდესაც სანაშენო რაოდენობა იარსებებს, უკვე ძალიან საინტერესო იქნება. იქედან გამომდინარე, რომ აი პირად გამოცდილებას გეტყვით, როდესაც მე ვაგროვებდი ამ ცხვარს, ხო? აი როგორც აღნიშნე 400-მდე ცხვარი შეიძინო, შემდეგ არჩიო და რაღაც 50 სული გამოგივიდეს ის რაოდენობა, რაც მოგეწონა და დაიტო სანაშენო კუთხით. ეს ძალიან დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ამ მაჩვენებლებში, როდესაც ჩაჯდება, მათ უკვე ექნებათ ამის ბაზა, რომ აუშვათ გვეწოდინება, აი ეს ბეთკანი პირობითად არის აი ამ გენეტიკის მატარებელი, დედის და მამის მხრიდან, უკვე შესაძლებელია, აუცილებელი იქნება, რომ რა თქმა უნდა შესაბამის პირობები შეუქმნან და შემდეგ უკვე შედეგი საკმაოდ კარგი იქნება, იმიტომ რომ მრავალნაყოფიერია, ძალიან როგორც ბატონმა გივიმ აღნიშნა, მათი დაკვირვებითაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხორცის მიღება შეიძლება ამ ცხრიდან. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს კარგი, ესე რომ ვთქვათ, ინვესტიცია იქნება ყველასთვის მომდენო პერიოდებში, როდესაც ესეთი ბაზა იქნება. ახალგაზრდა ფერმერებს ასურჩევდით. ახალგაზრდა ფერმერებს გამძლეობას უსურვებ პირველ რიგში და ამ თანობას, იმიტომ რომ გარკვეული წინაღობები რა თქმა უნდა იქნება. ეს მატერიალურ ნაწილთანაც არის დაკავშირებული. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შედეგს მოიტანს. აუცილებლად კი. თუ შრომა ესე რომ ვთქვათ, არ შეეზარება და არ შეწყდება ეს პროცესი. მადლობა, რომ მომავალ იმ ფერმერებს, რომლებიც ამ ცხვართან მუშაობას დაიწყებენ, მნიშვნელოვნად უკვალავთ გზას. წარმატებები და წარმატებები გისურვოთ ჩემს მაყურებლებთან ერთად. ჩვენ ვიმყოფებოდით იმერეთში, ვისაუბრეთ უნიკალურ ქართულ ჯიშზე, იმერულ ცხვარზე. ერთ კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შეხვედრამდე.